ტეხასის უნივერსიტეტის MD ანდერსონის ონკოლოგიური ცენტრის კვლევების თანახმად შაქარი ზრდის ქრონიკული დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკებს. მეცნიერები წლების განმავლობაში ეძებდნენ კავშირს შაქარსა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვები ხელს უწყობს ანთებითი პროცესების წარმოქმნას ორგანიზმში, აზიანებს უჯრედებს და ზრდის კიბოს განვითარების ალბათობას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 2 ჭიქაზე მეტ გაზიან ან სხვა ტკბილ სასმელს მიირთმევენ, აქვთ მაღალი რისკი განუვითარდეთ ნაღვლის ბუშტის და სანაღვლეს სადინრების სიმსივნე. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის დანიელ მაკდუგალის აზრით, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების ხშირი მოხმარება იწვევს ფილტვის კიბოს. ანდერსონის ონკოლოგიური ცენტრის კვლევის თანახმად, ასევე არსებობს პირდაპირი კავშირი ძუძუს კიბოსა და შაქარს შორის. არაჯანსაღი საკვები ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მატებას. ჩვენი კვების რაციონის მიხედვით იზრდება ჩვენი დაავადების რისკი, ამბობს პროფესორი მაკდუგალი.